მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომიks პოეზიის შექმნა და რამდენად არის დაინტერესება ამ მიმართულებით. ამ საკითხზე გამომცემლობა მატარებელი კომიქსის მთავარი რედაქტორი მიხეილ ციხელაშვილი ისაუბრებს, რომელიც ხაზზე არის. მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. გამარჯობა, მადლობა. ასპინძლობისთვის კი მესმის თქვენი ხმა. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვერდთვებით გადაცემაში. დავიწყოთ საუბარი, როდის შეიქმნა მატარებელი კომიქსი და რა არის მისი ძირითადი მიზანი. მატარებელი კომიქსი ესე ოფიციალურად შეიქმნა გასულ წელს, გამოცემის პრეზენტაცია იყო სექტემბერში, თუმცა დაახლოებით ესე 7-8 წლის განმავლობაში თავში იხარშებოდა თუ რა სახის გამოცემობა უნდა ყოფილიყო მატარებელი. ამ ეტაპზე ჩვენ გამოცემული გვაქვს 3 წიგნი, სამივე კომიქსის ჟანრში, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, ერთი არის კომიks რომანი, გრაფიკულ რომანს რასაც ეძახიან, ერთი არის გრაფიკული რეპორტაჟები, დოკუმენტური პროზის ნიმუში და ერთიც კომიks პოეზია. ჩვენი მიზანი არის, რომ რაღაცნაირად უფრო გავამდიდროთ ქართული სალიტერატურო ინდუსტრია ამ ჟანრით, გრაფიკული ლიტერატურით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული გამომცემლები ფეხს ძალიან კარგად უწყობენ თანამედროვე ლიტერატურას და ბევრი მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორი გამოიცემა ქართულ ენაზე, რაღაცნაირად მაინც ისე ხდება, რომ გრაფიკული ლიტერატურის წარმომადგენლები სრულ იგნორში არიან და არა მარტო თანამედროვეები, არამედ კლასიკოსებიც კი ამ ჟანრის. და მე თვითონ ახლა ძალიან მიყვარს ეს მიმართულება და ამიტომ მინდოდა რომ რაღაც უფრო მეტი მექნა გარდა არა მხოლოდ თარგმნისა, არამედ აი ადგილობრივი ნაწარმოებებიც შემექმნა და მიმეღო მასში მონაწილეობა და უშუალოდ რაც არის უკვე ესეთი საკმაოდ წონიანი და ღირსეული ლიტერატურული ნიმუშები ამ ჟანრში ქართულ ენაზე მეთარგმნა და გამომეცა და სწორედ ამისთვის შეიქმნა მატარებელი კომიქსი. გასაგები, აი როგორ ხდება, ცოტა ვცლად რომ ვისაუბროთ, როგორ ხდება თემების და ავტორების შერჩევა და რამდენად არის მზად ქართველი მკითხველი ამ ფორმატის ლიტერატურისთვის და ასევე ყურადღება რომ გავამახვილოთ Kinderland-ზეც, რა დატვირთვა აქვს მას და როგორია მისი მიზნობრივი აუდიტორია. კი ბატონო, მოდი ჯერ იმასე ვიტყვი თუ რატომ გონია რომ არის ქართველი მკითხველი მზად ამ სახის ლიტერატურისთვის, მე თვითონ არაერთი პროექტი გამახორციელებია ამ კუთხით და აი ამ რაღაცნაირად წინაპირობამ მაგრძნობინა რომ გარკვეული ინტერესი არის. ჩემი სულ პირველი პროექტი იყო მარჯან სატრაპის პერსეპოლისი, რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ თქვენი მსმენელი და მაყურებელი კარგად იცნობს ამ ციკლს, ჩემი თარგმანით და ჩემი ინიციატივით გამოიცა თავის დროზე ეს წიგნი, რომელიც აღმოჩნდა რომ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანი იყო და მახსოვს საკმაოდ ისეთი დიდი სკეპტიციზმი შეხვდა შიდა წრეებში, რომ აი რამდენად გაამართლებდა. თუმცა აი როგორც კარგ ლიტერატურას შვენის გაიკვლია ამ წიგნმა გზა ქართულ მკითხველამდე და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გავლენიანი ლიტერატურული ნაწარმოები არის ჩემი თაობისთვის, ჩემზე უფრო უმცროსი თაობისთვის და დღემდე არტყეს პოპულარობას. ჩვენ გვინდა რომ ამ სახის ლიტერატურა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს და Kinderland-ი ერთ-ერთი საწყისი პროექტი იყო გამომდინარე იქიდან რომ ჩემს ერთი საკმაოდ ისეთი კარგი ლიტერატურული, მაღალ მხატვრული ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოები არის. არის ძალიან ლამაზად ილუსტრირებული ავტორის მიერ აი აქ მაქვს მეც ეს მშვენიერი გამოცემა. და მგონია რომ იდეურად Kinderland-ი არის გარკვეულ კავშირში პერსეპოლისთანაც. ჩვენთვის ძალიან ნაცნობი სიტუაცია, თუნდაც ის რომ აღმოსავლეთ ბერლინში ხდება მოქმედება და რაღაცნაირად ჩვენი მშობლების თაობას მაინც აქვს თავად გამოვლილი ეს რაღაცა სოციალისტური რეალობა, რაც ამ წიგნშიც არის გადმოცემული. კარგად იციან მას თუ რა დღეში იყვნენ ბავშვები მაშინ, როგორი იყო მათი ყოველდღიურობა, მათი ოცნებები, მისწრაფებები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და რატომაც მეძვირფასება ძალიან Kinderland-ი ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ აქ კარგად ჩანს თუ როგორ თანკვეთაშია, თანხვედრაში არის ორი პროცესი. ერთი პროცესი ის თუ ბავშვი, რომელიც აი რაღაცნაირად თვითგამორკვევის პროცესში არის და თავად უნდა გაიგნოს გზა ცხოვრებაში და აი ეს როგორ
გადაეკვეთება უშუალოდ ქვეყნის თვითგამორკვევის პროცესს, ამ შემთხვევაში გერმანიის თვითგამორკვევის მოქმედება, სიუჟეტი ვითარდება იმ პერიოდში, როდესაც ბერლინის კედელი უნდა დაინგრეს და ქვეყანა გაერთიანდეს და ამავდროულად პატარა მირკო და თავისი თანაკლასელები აი ამ თავიანთი გამორკვევის პროცესში არიან, მათ უნდათ რომ სკოლაში პინგ-პონგის ჩემპიონატი ჩაატარონ მათთვის რაღაც სრულიად მეასე ხარისხოვანი არის, ხა იმ მომენტში გერმანია გაერთიანდება თუ არ გაერთიანდება, მათ რაღაცა თავიანთი მიზნები ამოძრავოთ, მაგრამ აი ავტორის ოსტატობაც სწორედ ამაში არის, რომ ძალიან კარგად არის გადახარშული ზოგადი გარემო და ის რომ ერთი შეხედვით ძალიან ისეთი ბავშვური სიუჟეტი საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვან თემასთან არის თანკვეთაში გადაჯაჭვული ამ თემასთან და რაღაცნაირად ქვეყნის ისტორია და კონკრეტულად ამ ბავშვის ისტორიაც თითქოს რაღაცნაირად ერთიანი ხდება. ძალიან კარგი. დიახ, რომ ვისაუბროთ, აი რითი არის გამორჩეული კომიქს პოეზია და კომიქს თხრობა და რამდენად არის სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება ამ მიმართულებითაც ცოტა ვცლად რომ ვისაუბროთ. კომიქს თხრობა გამორჩეული არის იმ მიმართულებითაც, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც ერთის მხრივ რაღაცნაირად ყურადღების დეფიციტია, ასე რომ ვთქვათ, და ყურადღების გაფანტვა ძალიან ესეთი პრობლემური საკითხი არის, აი ეს ვიზუალური დატვირთვა, რაც კომიქსებს და გრაფიკულ რომანებს ახასიათებს, მგონია რომ კითხველს უფრო მეტად აკავშირებს სიუჟეტთანაც, ტექსტთანაც და განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ანუ ამ შემთხვევაში ხო მოზარდების შეჩოვლები არიან Instagram რილების თუ TikTok-ის სკროლვას, აი ეს ყურადღების გაფანტულობის მართლა რაღაცა დიდი ეპიდემია არის დღევანდელ სამყაროში და ამიტომ მგონია რომ აი ამ რაღაცა ვიზუალურ მასალაზე უფრო დიდი ხნით დარჩენა, საფუძვლიანი დაკვირვება, აი მთელ ამ ლიტერატურულ მასალასაც, რასაც კომიქსი მოიცავს, უფრო კარგად აათვისებინებს ბავშვებს და რაღაც ყურადღების კონცენტრაცია უფრო კარგად იქნება შესაძლებელი ამ სახის ლიტერატურაში. რაც შეეხება კომიքს პოეზიას, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ კომიքს პოეზია რაღაცა ისეთი დამკვიდრებული ჟანრი არის თითქოს. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ როდესაც მუშაობდით მე და მინდია არაბული მის ლექსებზე, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ კრებულში შევიდა, რაღაცნაირად აი თითქოს ახალ ჟანრად შემოგვემკვიდრა, ასე რომ ვთქვათ, კომიքს პოეზია, იმიტომ რომ ეს არის ლექსები, რომელიც არის აწყობილი მინდიას ნახატებზე, მინდიასვე ლექსები არის და აი მაგალითად როგორ შეიძლება და გადაკეთებულიყო, როდესაც იღუმენი და აბატი საუბრობენ, აი ესე დიალოგის ღრუბლებში შეიძლება და ჩანს თხრობის ჩარჩოებში ილუსტრაციასთან ერთად ყოფილიყო განთავსებული ესა თუ ის სტრიქონი და მას საბოლოო ჯამში შექმნა ესეთი ძალიან მხიარულად აწყობილი ლექსები, რომელიც როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს ძალიან მოსწონთ და ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მგონია რომ ქართული ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი გამოცემა არის. თანაც მგონია რომ ახლა ისეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენ როგორც პოეზიაში, ასევე ქართულ კარიკატურაში, რომ რაღაც მომენტში აუცილებელი იყო, უკვე დროული იყო, რომ ესეთი წიგნი შექმნილიყო ქართულ ლიტერატურულ ბაზარზე, რომ რაღაცნაირად ეს ორი ასეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჟანრის გაერთიანება მომხდარიყო. და ესე მივიღეთ საუკუნო მინდი არაბულის კომიքს პოეზიის კრებული, რომელიც ძალიან კარგად მიიღო ქართულმა მკითხველმა აუდიტორიამ და უკვე ბესტსელერობის ნიშნებსაც აჩვენებს, ასე შეგვიძლია ვთქვათ. გასაგებია, თქვენ ასევე მონაწილეობა მიიღეთ წიგნის ფესტივალზე, ამაზეც რომ ვისაუბროთ ძალიან მოკლედ და გადავიდეთ სამომავლო გეგმებზე, რას გეგმავთ მომავალში? კი, გუშინ ვიყავით წარმოდგენილები ამ წიგნის ფესტივალზე თელავში. ჩვენ ზოგადად ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას მივწვდეთ პირადად უშუალო კავშირით, არა მხოლოდ ჩვენი წიგნებით. ამიტომაც ყველა იმ საახალწლო ფესტივალზე იქნება თუ წიგნის ბაზრობები იქნება თუ წიგნის სხვადასხვა გვარი ფესტივალები, ჩვენ მუდმივად ვეცდებით, რომ ვიყოთ ჩვენი სტენდით წარმოდგენილები, გქონდეს უშუალო კავშირი მკითხველთან და რა თქმა უნდა, ასევე შევხვდებით წიგნის თაროებზე, წიგნის ყველა მაღაზიაში თუ სხვადასხვა ვებსაიტზე, ჩვენ ვცდილობთ ყველგან განვათავსოთ ჩვენი წიგნები, რომ მარტივი იყოს დაინტერესებული მკითხველისთვის მისი შეძენა. ასევე გვინდა აქტიურად ვითანაშროლოთ ბიბლიოთეკებთან, რომ ბიბლიოთეკებშიც აქტიურად იყოს წარმოდგენილი ჩვენი წიგნები.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. ამ ეტაპზე 2026 წელს, რასაც უყურებ, ძირითადად კონცენტრირებული ვართ თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაზე, გრაფიკულ რომანებზე ევროპის ქვეყნებიდან. თარგმნით მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი გერმანელი ავტორის მაიკლ როსის წიგნებს, პირველ რიგში ოქროს ბიჭუნას, რომელიც არის ლუდვიგ ბეთჰოვენის ბავშვობაზე. გამოვცემთ ასევე კლასიკოს მწერალს არტ შპიგელმანს, რომელიც ქართულ ენაზე უკვე გამოცემულია, ჩემი თარგმანით, თუმცა ახალ გამოცემას ვაკეთებთ. მისი ეპოქალური ნაშრომის სახელად მაუს, ცოცხლად დარჩენილის ამბობი, რომელიც ჰოლოკოსტის თემატიკას შეეხება. ასევე კლასიკოსი ავტორი ჯოსაკო, რომლის ერთი წიგნიც ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები უკვე გამოვეცით ჩვენ აი ესეთი ფორმატში. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჯოსაკოს უფრო ესეთი სქელტანიანი და წონიანი ნამუშევრებიც აქვს ბოსნიის ომზე, პალესტინაზე. მოგეხსენებათ, ის არის ომის ჟურნალისტი და კომიქს ავტორი, შესაბამისად რაღაცნაირად აი მან შექმნა ეს ახალი ჟანრი გრაფიკული ჟურნალისტიკა და გვინდა რომ მისი ნაშრომებიც გამოვცეთ. გრაფიკული ჟურნალისტიკის ნამუშევრებს ჩვენ ასევე გამოვცემთ სკანდინავიური ქვეყნებიდან, გვაქვს ერთი ნორვეგიული, ერთი შვედური წიგნი გეგმაში. მოკლედ გეგმები საკმაოდ ბევრი გვაქვს, უბრალოდ რესურსებში ვართ ცოტა შეზღუდული, თუმცა ერთი რაც ნამდვილად ვიცით, ის არის რომ აუცილებლად გამოვცემთ ძალიან მაღალი დონის კომიქს ლიტერატურას. თან ჩვენ ძალიან ისე დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ხოლმე ყველა შერჩეულ წიგნს, იქნება ეს საბავშვო თუ საუფროსო. გვინდა რომ მაღალი ხარისხის პოლიგრაფია იყოს, კარგი ხარისხის დიზაინი იყოს, ჩვენს ყველა წიგნს აქვს შესაბამისი ფონტი, შრიფტი გამზადებული, შესაბამისი სტილის ასოთმხატვრობა, იმიტომ რომ მე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, როდესაც წარუდგებით ხოლმე ქართულენოვანი ნაწარმით, მათთანაც გვინდა რომ სათქმელი გქონდეს, რომ საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენთან დიზაინი. თანაც ახლა ჩვენ იმის უფუნება და ღირსება გვაქვს, რომ ქართულ ანბანში ვმუშაობდეთ, შესაბამისად ყველა ეს წიგნი, რომელსაც ვთარგმნით, ქართულ ანბანზე პირველად იქნება წარმოდგენილი და ეს ხომ არ არის მარტო რომ რაღაც კონკრეტული ფონტით დაბეჭდო წიგნი და აკინძო, ხო? არა, პირიქით ჭირდება, რომ კომიქსში ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინტეგრირებული ელემენტი არის ტექსტიც. შესაბამისად, ავტორის წერასთან მაქსიმალურად შესაბამისი ქართული ანბანი უნდა ავაწყოთ ხოლმე, ასე ვთქვათ, ფონტებით თუ სხვა სახის ხმოვანი ეფექტებით. კონკრეტული წიგნი მოითხოვს კონკრეტული სახის ასოთმხატვრობას და ჩვენ ძალიან ისე კარგად მუშაობთ ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებთ, რაც გსურთ, თუ არა დაგემშვიდობებით მაშინ. დავამატებთ იმას, რომ მე მჯერა რომ ქართულ მკითხველს აქვს იმის რესურსი, იმის ინტერესი, რომ გაიმდიდროს თავისი ლიტერატურული თვალსაჩინო, ასე რომ ვთქვათ, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მთლიანად შევძლებთ იმას, რომ რაღაცნაირად ეს ცდარი წარმოდგენა კომიქსების შესახებ, რომ თითქოს კომიქსი არის მარტო რაღაცა საბავშვო და ზერელეც საკითხავი ლიტერატურა, აი ეს ჩამოვაშოროთ მთლიანად ამას და მატარებელში გამოცვალებულ მატარებელში ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს, როგორც ბავშვებს, ასევე დასწრული ასაკის მკითხველს, ისეთ ლიტერატურას, რომელიც დაეხმარება აი იმის გაცნობიერებაში, რომ კომიks ლიტერატურა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ წონიანი, მაღალმხატვრული ლიტერატურული ღირებულების მქონე ლიტერატურა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობდით იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომიks პოეზიის შექმნა და რამდენად არის დაინტერესება ამ მიმართულებით. ამ დროისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.